ეს არის სექტემბრიდან დღემდე მონაკვეთი, ერთი კვირა ნახევრის წინანდელი რუკაა. მოდი გავუშვათ და ნახოთ აი აქ ეს რა ტერიტორიები დაიკავეს რამდენიმე თვეში. ეს აუხსნათ რა რეგიონია, იმიტომ რომ კი ბატონო, ამას ავხსნი ახლა. ეს იმის მაჩვენებელია, რამდენად აჩქარდა პროცესი და ჩვენ ახლა უყურებდით რუკა რო გავიტანოთ თუ შეიძლება. აი ამ მონაკვეთში, აი ამ სამხრეთ მონაკვეთში რუკა გამოიტანეთ ეკრანზე. ხო, აი აქ ხედავთ უკრაინის დონბასის მიმართულებას, დონბასის ზაპოროჟიეს მიმართულება, აი ეს დავადიდოთ. აი ეს არის უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი, ხოლო აი აქ მის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, აი ეს კურახოვო უგლედარის ტერიტორია, ნოვოსიოლკას ტერიტორია იყო ერთ-ერთი მძლავრად გამაგრებული მიმართულება, სადაც ვერ ახერხებდნენ, აი ეს უგლედარს უტევდნენ ფაქტიურად ომის დაწყებიდან, პირველი თვეებიდან, აი აქ იყო გაჭედილი ფრონტი, აი აქ ხედავთ თქვენ დონეცკის აგლომერაცია, მარინკა, აი ამ ხაზზე მიმდინარეობდა ბრძოლები დიდი ხნის განმავლობაში და უკანასკნელი 3-4 თვის განმავლობაში ეს ტერიტორიები აიღეს, ხოლო აი ჩვენ რო გაჩვენოთ მთლიანად 1 წლის განმავლობაში ამ მიმართულებაზე სად იყო და სად გავიდნენ, აი წითელ ხაზად ხედავთ ტერიტორია, სადაც იყვნენ 1 წლის წინ და აი ეხლა არიან გამოსულები დაახლოებით აი ამ ხაზზე. რაც შეეხება მთლიანად ფრონტის ხაზს, თავარი შეტევა მიმდინარეობს აი ეს დონეცკის მიმართულებაზე, აი ეს მონაკვეთია ძირითადად რაც აიღეს და ასევე ბახმუტის მიმართულებაზე წავიდნენ გარკვეულწილად დასავლეთით და გარკვეულწილად აი ეს კუპიანსკის მიმართულებაზეც გარკვეულწილად წელს მოხდა წინსვლები. მთლიანობაში წინსვლის მასშტაბი რაც ამ წლის განმავლობაში რუსებს ჰქონდათ, 1 თვის განმავლობაში ბოლო პერიოდში უფრო მეტ ტერიტორიას იკავებდნენ, ვიდრე მანამდე 2023 წელს მთელი წლის განმავლობაში ახერხებდნენ დაკავებას. სხვათა შორის ისიც აჩვენება არემ რომ კურსკის ოლქში უკრაინელებს დღემდე აქვთ პლაცდარმი დაკავებული. კი ბატონო, აი ჩავრთოთ. ჯერ აი მთლიანად ქვეყნის მასშტაბით რა იმაზე არიან შესული, იმიტომ რომ ქართულ მედია სივრცეში რო უსმენ ხოლმე რომ აი კურსკის ოლქი ვიღაც დაიწყებს ხოლმე და ანუ რუკა აშკარად არ აქვს ნანახი, აი ეს არის მთლიანად უკრაინა. მოხსენ ისე X-ი დააჭირეს ზევით ის გიშლის. ნანახი არ ერთა. ხო აი მე ხა ერეხვაც გავუკეთებ შოთას. აი ეს არის ხა უკრაინის მთლიანი ტერიტორია. აი ეს არის კურსკის ოლქი, აქ ხა რასაც გაჩვენებდით, ანუ წინსვლები და ამ შემდეგ, აი ეს არის საზღვარი გადის აი აქ. უკრაინელებს თავიდან რომ შევიდნენ, ანუ ეხა რა ტერიტორიაც არის დაახლოებით 2 ამხელა იყო დაკავებული და აქ არის ძალიან საინტერესო სიტუაცია, იმიტომ რომ ეს ქალაქი სუჯა არის და გარშემო რამდენიმე სოფელი. ეს არის რა პლაცდარმიც უჭირავთ ხა უკრაინელებს და რა ამოცანას ჭრიან აქ ცოტა რთული გასაგებია გარდა პოლიტიკურისა, რატო? ამ პლაცდარმით რო თქვა რომ აი რუსების რაღაცა ისეთი დანაყოფების შეკავება ხდება, რომლებიც სხვაგან გამოადგებოდათ, რავი, თვითონ უკრაინელებს აქვს დიდი სოციალური ძალის დეფიციტი, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ სუჯის მიმართულებაზე მათი ელიტური ბრიგადები არის შეყვანილი ეხა და მაგას იმით ხვდებით, რომ აი თანამედროვე დაუშვათ აბრამსები, ლეოპარდები, მაქს პროები, რაც ყველაზე ისეთი ღირებული არის ტექნიკიდან, მანდ არის ხოლმე ძირითადად კადრები აფეთქების, ხო და ანუ თვითონაც საკმაოდ დიდი რესურსი მან დეწევათ.
რამე ისეთი სტრატეგიული გზის გადაჭრა რომ მომხდარიყო, რომლითაც რუსებს ლოჯისტიკა და მომარაგება ეнгრევათ, არა. რამე ისეთი ობიექტი რო აიღოთ, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, არა. და აქედან გამომდინარე, ერთადერთი რაც რჩება არის ზუსტად აი პიარული კომპონენტი, რომ აი საქართველოს ვიღაცა რო არის და კურსკის ოლქში უკრაინელები წინ მიდიან და მე მგონი მალე რაღაცა მოსკოვს აიღებენ. აი მაგის გარდა სინამდვილეში ეგ არაფერა სამხედრო კუთხით რა მოწანაშეს გაუკვეველია რა. ჩვენ ვამბობდით რომ ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსით განპირობებული ოპერაცია, რომელსაც არანაირი სამხედრო დანიშნულება არ ქონდა. კურსკის თემაზე რაც აი თვალსაჩინოდ რო იყოს ნათელი, აი ეს პატარა მონაკვეთი ლურჯად მონიშნული, აი კურსორი რაზაც არის, კურსორის ზომის, ეს არის რაც მთლიანად უკავიათ რუსეთის ტერიტორიაზე კურსკის. ეს არის დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრი. ხო, ეს არის აი რამხელა, რა ვიცი, ბორჯომის რაიონის 40 ათზე რა. ხო. აი ეს არის მთლიანად რუსებმა რაც დაიკავეს, წითლად მონიშნული და კიდე ყირიმიც არ არის წითლად მონიშნული და იქ კურსკის ის პლაცდარმი ეს არის პოლიტიკური სვლა რეალურად. ეხლა რა არის მოცემულობა დღევანდელი მომენტისთვის? აი დონეცკის აგლომერაციაზე ეს უზარმაზარი გამაგრებული აგლომერაცია, მთავარი გამაგრებული ხაზი რომელიც იყო უგლედარი ქალაქი, რომელსაც შტურმით ცდილობდნენ რამდენჯერმე აეღოთ. ეს უგლედარის აღების შემდეგ და ეს ქალაქი ეს არის უბრალოდ სიმაგრე. ეს იყო სიმაღლეზე მდებარე სიმაგრე, რომელიც თელ დანარჩენ პერიმეტრს აკონტროლებდა ყველა მიმართულებით და ამიტომ იყო ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მას შემდეგ რაც ეს თუ არ ვთქვი სექტემბერში დაიკავეს, თუ ოქტომბრის დასაწყისში რუსებმა, აი ამ ქალაქის დაკავების შემდეგ დრამატულად აჩქარდა მთელ მის პერიმეტრზე რუსების წინსვლა. იმის გამო რომ ეს ქალაქი სიმაღლეზეა და სტრატეგიულ უპირატესობას აძლევს. შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტი იყო აი ეს კურახოვო, რომელიც კურახოვოს წყალსაცავის გვერდით მდებარეობს და ამ მიმართულებით ძალიან გამაგრებული პლაცდარმი ქონდა და ესეც აიღეს რუსებმა. და კიდე ერთი შემდეგი მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტია, აი ველიკა ნავასიოვკა. ეს ფაქტიურად ალყაში არის რა, ცოტა რომ კიდე ნახევრად ალყაში. კიდე რომ გავზარდოთ, აი გასასვლელი ერთადერთი რაც დარჩა, აი დინარეა ხელა. შეგიძლიათ ხო წამი? აი ზუსტად რო აჩვენოთ, აი ეს არის თვითონ დასახლებული პუნქტი ველიკა ნავასიოვკა. აი ეს პლაცდარმი რაც დარჩენილია უკრაინელების მხრიდან, ოღონდ მანდ არის მნიშვნელოვანი. ერთადერთი გასასვლელი რომელიც არის დარჩენილი, ეს არის ჩრდილო-დასავლეთით და ეს გასასვლელი არის ფაქტიურად დინარეთ არის ბლოკირებული, ანუ გასვლის აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ უნდა დინარის ფორსირება მოახდინონ უკრაინულმა ძალებმა და მე ამ ტრიალ მინდორში გავიდნენ, როცა საცეცხლე კონტროლი აქვს თან მაგზებს, ხო? ანუ ფათაჟორის აი მაგას ვერ ხვდები. ხო, აი რატო ჩატოვეს ამ სიტუაციაში? შეიძლება დავაბრუნოთ. აი ვინც ახლა ცოტა კიდე ვერ გაერკვა შოთა, მიუახლოვო თუ რა ვქნა? მიუახლოვო. ცოტა მიუახლოვო და გააჩნდა. თლიანად ჩანდეს. ხო, აი ეს. კიდე. კი ბატონო. ანუ ცოტა რომ გასაგები იყოს, შეიძლება ხო ვიღაცა ვინც ვერ ერკვევა, აი გვიყურებს და რაღაც ლურჯია წითელი. ანუ წითლად თქვენ ხედავთ იმ ტერიტორიას, რომელიც დაკავებული აქვს რუსეთს. ანუ ლურჯად არის ის ტერიტორია, რომელსაც ჯერჯერობით უკრაინა იკავებს. აი ხა თქვენ ხედავთ მარწუხებში მოქცეულ ქალაქს, აი ნახევრად ალყაში, ნახევრად კი არა, ფაქტიურად ალყაშია მოქცეულ ქალაქს და ეგ მდინარე. ხო და მარცხენა მხარეს აი აჩვენე აქ გადის მდინარე, რომელიც საკმაოდ დიდი მდინარე. საკმაოდ ღრმა მდინარე, რაღაც ფეხით ვერ გადახვალ. ხო და აი ჩემამდე ვერ დადის, რატომ ტოვებს უკრაინული გენერალური შტაბი აი ასეთ მდგომარეობაში ჯარს. ანუ იქ რომ ვინც ჩარჩა ის რომ ან ალყაში მოხდება, ან დაიღუპება, ან მოუწევს დაბომბვების, დრონების დარტყმის ქვეშ იმ დინარის გადაცურვა და ამითაც დიდ დარტყმას მიიღებს, ჯარი დანაკარგებს მიიღებს, დემორალიზაციას მიიღებს.
აი არ ვიცი, ანუ რამდენად ღირს ზოგადად აი ეს პოლიტიკური იმის შემადგენელი, ხო, აი ჩვენ მაქსიმალურად ვინარჩუნებთ ქალაქებს და მიწას და ვიბრძვით სისხლის ბოლო წვეთამდე. ეგ ხომ იმას იწვევს, რომ სინამდვილეში უკრაინას ახლა აქვს სერიოზული დეფიციტი ცოცხალ ძალაში. არ ჯობია ის ცოცხალი ძალა მანამდე გამოიყვანოს, სანამ ალყაში მოხვდები და სადღაც უკან გამაგრდე. ახლა უკრაინა დიდია, მიუხედავად იმისა, რომ 20% უკვე დაკავებული აქვს რუსეთს, კიდე 80%-ია დარჩენილი და უფრო ლოგიკა იმაში არ არის, რომ ცოცხალი ძალა გადაარჩინო, თუ წინააღმდეგობას უწევ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თუ ცოცხალი ძალა აღარ გეყოლება, არც მიწას დაიცავს არა. კითხვა მოვიდა, ერთ-ერთი ინტერპრეტაცია მაგალითად გოგა წერს, რომ ტერიტორიების აღება გასაგებია, მაგრამ თავარი ზღვაზე კონტროლი რაცა ეგ ვერ მოიპოვა და პირიქით გაყავს გემებიო და არ არის ეგრე, იმიტომ რომ პირველი რუსეთმა რაც უკვე მოახერხა, ეგ არის სახმელეთო დერეფანი გაჭრა ყირიმამდე. ეგეც ვაჩვენოთ, მოდი. ანუ ეგ მე ვერ მივხვდი რა იგულისხმება, იმიტომ რომ მოდი ჩართეთ, ეს მნიშვნელოვანია. აი წითლად და ესე ყირიმი არ არის წითლად მონიშნული, მაგრამ ხვდებით რომ მათია. ანუ ყირიმს აკონტროლებენ, წითლადაც არის მონიშნული, მაგას აკონტროლებენ ზღვაზე გასასვლელი ერთადერთი რაც დარჩა უკრაინას არის აი ქალაქი ოდესა რაც არის მათ მონიშნული, აი ეგ. აი ეს პატარა მონაკვეთი დარჩა უკრაინას. დანარჩენი ანუ ის ქვემოთაც დარჩა. ხო, არა, აქ გასაგებია. პორტი არის ოდესა და იზმაილი. მეტი პორტი არ დარჩა. მახვედრელი ალბათ გულისხმობს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რო ეხლა ცოტა შეზღუდულია, მაგრამ სევასტოპოლიდან რომ ნოვოროსისკში გადაიყვანეს, მაგას გულისხმობს. ეხლა ეგ მნიშვნელოვანია, კაი კითხვაა და ვაჩვენოთ რუკა რაში ჭირდებოდა რუსეთს ყირიმი და რაში ჭირდებოდა მასთან სახმელეთო კავშირი. აი წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ გვისვამთ კითხვას, რომ ზღვაზე კონტროლი ვერ მოიპოვეს და მართლა სევასტოპოლიდან და ყირიმის განსაკუთრებით დასავლეთ ნაწილიდან იმის გამო რომ საცეცხლე სივრცეშია შედარებით ახლოს არის მოუწიათ ფლოტის გადაყვანა უფრო მოშორებით, აი ნოვოროსიისკის მიმართულებით და მიდის იქ ლაპარაკი რომ აფხაზეთის მიმართულებითაც ფლოტი ან შორს შეიძლება დაჭირდეთ პორტი, ხო? ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ყირიმს რომ ფლობდეს ნატოს მოკავშირე ძალა, რომელიც თუნდაც ნატოში არ იყოს, მაგრამ დიდი შეიარაღება ქონდეს. აი ეს ხაზი იმის რა ქვია, რა საკეთებ? გაცრავად თომას შემიყვანეს ჩვენმა ტექნიკურებმა. აი ეს ხაზი ხო უკვე სახიფათოა ოპერირებას აღარ დაექვემდებარება, იმიტომ რომ საცეცხლე კონტროლის ქვეშ იქნება მოწინააღმდეგე. ასევე სახმელეთო დერეფანს თუ არ ფლობს ყირიმთან რუსეთი, ну ყირიმი მოწყვლადია და საბოლოო ჯამში ხიდი თუ ჩაუნგრიეს, ხო, ну მოდი ასე აღარ აი შეიძლება ახლა შენ ისე ეგრევე და იხსნი და მარტო ის გაიგებს, ვინც გეოპოლიტიკურ საკითხებში ერკვევა და ჩვეულებრივი მოხმარებლისთვის ცოტა გაუგებარია. აი თუ შეიძლება დააბრუნე რუკა, ანუ აი რატომ აიღო რუსეთმა ყირიმი, რაისთვის ჭირდება ყირიმი, ხო? აი ცხადია ხა ლიბერალები ვიხატავენ სურათს, რომ პუტინი უბრალოდ გაგიჟდა, ანუ უბრალოდ გიჟია და აი ყირიმი უბრალოდ ყირიმი უნდა მაინც და მაინც, აი ყირიმი მოსწონს თორე მან არანაირი გეოსტრატეგიული თავი თუ არ დავალები გეოსტრატეგიული ამოცანა ყირიმის ასე ვთქვათ ანექსიაში არ იყო. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, როგორც შოთამ აღნიშნა, უკრაინა მთლიანად ყირიმის ჩათვლით იმ ზაპოროჟიეს და დონბასის სანაპიროს ჩათვლით, რომ იყოს ნატოში. და აი ჩვენც რატო გვერჩის რუსეთი მაგაზეც ეგეც და წარმოიდგინეთ აფხაზეთიანად ჩვენც რო ვიყოთ ნატოში. ანუ ჩათვალე ზღვა აღარ ფუნქციონირებს. ზღვა არ აქვს რუსეთს. ამ სივრცეს უბრალოდ იმდენად მოწყვლადია. ხო, ну ჩათვალე რომ ანუ რუსეთმა უნდა დაემშვიდობოს ერთადერთ სამხრეთის ზღვას, რომელზეც გასასვლელი აქვს. ანუ რისთვისაც პეტრე პირველის დროიდან რუსები იბრძოდნენ და რავი 100,000-ობით ჯარისკაცი დაკარგეს, მაგას უნდა დაემშვიდობონ. ცხადია რუსეთი ამ ლოგიკით მოქმედებს, ეხლა ვიღაცას ეგ იმაში რუსეთის ეს გეოპოლიტიკური ინტერესები შედის
რაღაც ერების თვით გამორკვევის და რაღაც ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება გაწევრიანდეს იმ ორგანიზაციაში და სამხედრო ბლოკში, რომელშიც თავად მოისურვებს, აი მაგ ასე ვთქვათ, აზრთან მოდის წინააღმდეგობაში, მაგრამ როდესაც წინააღმდეგობაში მოდის, იქ წყდება სამხედრო ძალით. მაგას ხსნით ჩვენ, რომ საერთაშორისო წესები ცხადია, მნიშვნელოვანია და ჯობია, რომ შენს მხარეს იყოს საერთაშორისო წესი, დე იურეთ მაინც, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც საკითხს წყვეტს სამხედრო შემადგენელი. აი, მაგალითად, პროდასავლელს თუ უნდა აუხსნა, მაშინ ასე აუხსნათ, აი, რატომაც ტრამპს გრენლანდია უნდა? ო, რატომაც ტრამპს გრენლანდია უნდა? ეგ ლოგიკაა. იგივე ლოგიკა. მოდი კიდე რადგან ვთქვათ ავხსენით რა სჭირდებოდა ყირიმი და ყირიმზე სახმელეთო საზღვარი, ეხლა ფრონტი რა კონფიგურაციას იძლევა, გავადიდოთ თუ შეიძლება ისევ ეკრანზე გამოვიტანოთ რუკა, თქვენ ხედავთ, რომ ყირიმის სახმელეთო საზღვარი უზრუნველყოფილია, მაგრამ მათ რუსეთის თავარი პრობლემა არის ის, რომ ეს სახმელეთო საზღვარი არ არის ღრმა, ანუ არ არის ფართო და თეორიულად შეიძლება თუ უკრაინა დააგროვებს იარაღს, დაარტყა ჩრდილოეთიდან და რასაც შარშან ცდილობდნენ გაჭრას ეს საზღვარი ზღვამდე, შემდეგ დაიკავოს დანარჩენი ტერიტორია. ამიტომ რუსეთის თავარი სტრატეგიული ამოცანა ეხლა აი ამ ომის ჯერჯერობით ამ მოცემულობაში არის, რაც შეიძლება გააფართოვოს საზღვარი, რომელიც უკრაინას, ასე ვთქვათ, წინ უდგას აზოვის ზღვამდე გასასვლელად. ანუ აი კურსკში რაღაც ტერიტორია აიღო პატარა რაღაცა 400 კვადრატული კილომეტრი, ეგ არაფერ სტრატეგიული არ წვის, იმიტომ რომ რუსეთის წიაღში ის ოპერატიული, მაგას ქვია ოპერატიული სიღრმე არა, ოპერატიული სიღრმე. აი პოკროვსკის გაჭრილი ეს პლაცდარმი რატოა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეს იძლევა საფრთხეს, პოკროვსკი არის მთავარი გამანაწილებელი ჰაბი ამ მიმართულებაზე. 2025 წელს ძირითადი მცდელობა რუსების იქნება აი ამ ქალაქზე, პოკროვსკზე, რომელიც აღების შემთხვევაშიც უკვე სლავიანსკ, კრამატორსკის და კონსტანტინოვკას ზურგში შესვლა ხდება ფაქტიურად ეს ერთი. და ზაპოროჟიეც და მეორე, აგერ რომ გავიხსენოთ, უკრაინის კონტრშეტევა ხორციელდებოდა აი ამ ადგილას, რობოტინო, ცნობილი დასახლებული პუნქტია, საიდანაც უკრაინელებს უნდა გადაეჭრათ ეს სახმელეთო კორიდორი, ეგ ვერ მოახერხეს და რუსების ამოცანა არის ხა რომ თუ აი ამ ასე ვთქვათ ბუფერულ ზონას გააფართოვებენ და მათთვის იდეალური ვარიანტია რომ ქალაქი ზაპოროჟიეც თუ აიღეს, მეტნაკლებად პროგრამა მინიმუმი რაც ამ ომში იყო გადაჭრილი იქნება.